ნახეთ რა ხდება ბრიტანეთში, ჩემო მეგობრებო. 9 მილიონამდე ადამიანი გავიდა ქუჩაში. რომ გაეპროტესტებინათ უკონტროლო მიგრაცია და დიდი ბრიტანეთის გაზანგება. მათმა ახალმა ლიდერმა, ტომი რობინსონმა, რომელსაც დღეს მე თქვენ გაგაცნობთ, ვინც არ იცნობთ, დაანონსა, რომ ეს არის საპროტესტო აქციების ის ტალღა, რომელიც დაასრულებს ერთი ადგილის მხანელ კაირ სტრამერის და მის Deep State-ისეულ საიმიგრაციო პოლიტიკას სამუდამოდ და ბრიტანელი ხალხი საკუთარ კორუმპირებულ მთავრობას გამოუტანს საბოლოო განაჩენს. აი მოდი ახლა მე თქვენ განახებთ ამ კადრებს მეგობრებო და სანამ ჩვენ ამ განხილვაზე გადავალ თუ რა სახის გამოღვიძება იქნება არ იქნება ევროპაში, მანამდე გხოთ რომ დალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი, გამოყვეთ Instagram-ზე, რომელიც აღწერაში ამითირებული, ასე ვისაც გსურთ რომ არხის განვითარებაში დაეხმაროთ დონაციები არხის აღწერაში ამითითებული და ეხლა გადავიდეთ და ერთიანად დავაკვირდეთ რა ხდება ევროპაში და კონკრეტულად დიდ ბრიტანეთში. Oh my god. ჩერჩილის ედიტები იწყება ხალხო, ჩერჩილის. ახეთ რამდენი ხალხი, ანუ Sky News-მა გადმოსცა რომ over the 100,000 people gathering ultra rightist. ანუ Sky News-ი, CNN და BBC არის ფორმულა პირველი და მთავარი ერთად. გაერთიანება ბრიტანეთში, რომლებიც არიან woke agenda, მემარცხენეები თავიდან ბოლომდე და ბუსტავენ მხოლოდ და მხოლოდ კაირ სტრამერის ინტერესებს. ანუ ფეხებზე კიდია საკუთარი მოქალაქეები. არც იმას აშუქებენ ბრიტანელი პოლიცია, როგორ ხოცავს საკუთარ მოქალაქეებს, ძაღლებს რო აგლეჯინებს, არ გადასცემს იმ უკონტროლო მიგრაციის შედეგად გამოწვეულ კრიმინალს ქვეყანაში. მოკლედ Sky News-ი, რომ დაიმახსოვრეთ, Sky News-ი, BBC და CNN-ი არის ჩათვალე პირველი ფორმულა და მთავარი არხი ბრიტანეთში. მოდი გავაგრძელოთ. სხვათა შორის არ მინდა დამოიწყეს ილონ მასკი გამოდის აქ. ილონ მასკი გამოდის ხალხს მოუწოდებს რომ გაერთიანდნენ და დაიცვან საკუთარი ღირებულობები და ფასეულობები. არ მოგესმათ, ილონ მასკი გამოვიდა საჯაროდ და ოფიციალურად თქვა რომ უერთდება ამ საპროტესტო აქციებს. We shall never surrender. გამოჩნდა ეს ძალიან იშვიათია ბოლოს რომ ინგლისის დროშები ესე გამოჩენილი იყო ქუჩებში, იმიტომ რომ ყოველთვის ბრიტანეთში რა აქციებიც არის Free Palestine, LGBT, ისლამური, ისენი რა ქვია, შარიის მთავარი ისენი რა ხო, სხვათა შორის მაგებს სწავენ ახლა დღევანდელ გუშინ ამ აქციებზე დაწვეს ეგენ. განახეთ. არა დროა რო გაიგვიძოს ხალხმა დროა. აი გამოვიდა breaking Elon Musk appears on live stream at Tommy Robinson process in London. US0 fight back or die. ანუ მოკლედ Elon Musk-ის ჩაერთო პირდაპირ ეთერში Tommy Robinson-ს, რომელიც არის ულტრამემარჯვენე აქციების თავარი ორგანიზატორი და ბრიტანელი ხალხის განმანთავისუფლებელი ფრონტის მთავარი დიქტატი მის ხელშია, განახებთ მაგ ადამიანს და მასკო მოუწოდა და უთხრა ესეთი რამე, მზად ხართო რომ იბრძოლოთო თქვენი უფლებებისთვისო და თქვენი ქვეყნისთვისო, აირჩიეთო ან ბრძოლა ასიკვდილი. აი ზა ტომი რობინსონი, აი ეს ტიპი. ძალიან მაგარი დაჭერილი ყავდათ, ციხეში იჭდა დაახლოებით 7 თვის განმავლობაში რამდენადაც მე მახსოვს და იმაში კვიპროსში იყო, ანუ გაქცეული პოლიტპატიმარი იყო იქ რა, ანუ უბრალოდ გაქცეული იყო საკუთარ ქვეყანიდან და მე იქ დაიჭირეს თუ რაღაც ეგეთი რამე და მე ბრიტანეთში დაბრუნდა და საპროტესტო აქციებს დაუდო საფუძველი. You either fight back or you die. You either fight back or you die. Right? And that's the truth. აი ეს ხალხი. I think the British public are telling the world that they're ready to fight back. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე. ეხა უყურეთ. Yes. Come on, Great Britain. ნახეთ რამდენი ხალხია. ნახეთ რამდენი ხალხია. და აი ეხა მე მინდა იმ ხალხს მივმართო რა, ილონ მასკის მიმართ კრიტიკულად რო იყვნენ განწყობილები და ილონ მასკის გაშავება რო ხდებოდა და ილონ მასკი ანტიქრისტია და ასე შემდგომ. მეგობრებო, აი ერთ რამეზე დავფიქრეთ, მოდი ლოგიკურად. ტრამპმა დაახლოებით 1 კვირის წინ მოიწვია მთელი ტექნოგიგანტები თეთრ სახლში. აი ყველა მეტა, Facebook-ი, Apple-ი, ისა რა ქვია, Alphabet-ი, ანუ აბსოლუტურად ყველა კომპანიის გიგანტები, სადაც არ იყო ილონ მასკი, ყველაზე მდიდარი ადამიანი ამ წუთას მსოფლიოში. და იქ უთხრა რომ რამხელა ფაუნდინგს აკეთებ, ანუ რამხელას ურიცხავ შენ სახელმწიფოს იმისათვის, რომ დაუდგე ამერიკის შეერთებული შტატების გვერდით. ილონ მასკი არ მიიწვიეს იქ. არ მიიწვიეს. რატო? იმიტომ ტრამპთან მოვიდა სერიოზული დაპირისპირება, რატო გაიყო იმაზე რომ მაგა სხვა შეუკვეთე და სხვა რაღაც ჩამოვიდა.
ილონ მასკი მეგობრებო ახალისებს სოფლიოში ნაციონალისტურ ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ფასეულობებსა და ღირებულებებს. მათ შორის ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ილონ მასკი ევროპულ პოლიტიკაში პირდაპირ ერევა და პოზიტიურად ერევა, მე მინდა გითხრათ ასევე ძალიან საინტერესო ფაქტი იმაზე, რომ გერმანიაში, როდესაც ალისია ვეიდელის ალტერნატივა გერმანიისთვის წინასარჩევნო კამპანია იყო, იქაც ილონ მასკი მონაწილეობდა live stream-ზე და ჩაერთო და გერმანელი ხალხს გამოღვიძებისკენ მოუწოდა. იგივე ხდება აქაც და ილონ მასკი მონაწილეობს ბრიტანელი ხალხის გამოღვიძებაში. ეს ფანტასტიკურია. ნუ თუ როგორ შეიძლება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აქამდე ამდენი ხნის განმავლობაში ილონ მასკს აბრალებდნენ, რომ ილონ მასკი არის ბოროტი, ილონ მასკი არის ანტიქრისტე, ესეთ საქმეებს ისაკეთებდეს. როდესაც იმის ფონზე მისი კოლეგები ბრჭყალებში ძალიან ცუდ საქმეებს აკეთებენ. მათ შორის ამერიკელი ხალხისთვის. აგერ ძალიან ცნობილი ამბავი გახმაურდა, რა ქვია, იმ ChatGPT-ის თლიანი მაგ კომპანიის OpenAI-ის ერთ-ერთი მთავარი დეველოპერი მოკლეს. იმის გამო რომ თურმე ChatGPT-ის და OpenAI-ის აქვს კონფიდენციალურ ინფორმაციაზე წვდომა და მას უნდა ამ ყველაფრის გასაჯაროება. ნუ ეხა ოფიციალური დიაგნოზი თავი მოიკლავა, მაგრამ ახალგაზრდა უნიჭიერესი IT-შნიკი, დეველოპერი და რაღაც სიგიჟე ხელოვნურ ინტელექტში მომუშავე ადამიანი მოულოდნელად ქრება. და ამას სხვათა შორის ტაკერ კარსონისა და სემ ალტმანის პოდკასტში მოვისმინე ამის შესახებ. ჯობია უყუროთ სოფლიოს ნამდვილ სიახლეებს ჩემთან ერთად. Bravo Elon, bravo. Yes. Come on, right wing. Come on, right wing. ნახეთ. აი ეხა ეს არის NBC News-ი. NBC News-იც იგივე აი ჩათვალეთ რადიისა, რა ქვია. აი ბათუმელები როა გაზეთი, ხო იცით? net გაზეთი და ეგენ ჩათვალე ეგ არის NBC News-ი რა. და ნახე over the 100,000 anti-immigration protests attend far right march in London. მთელი ვესტმინსტერი ეხა მოდი კადრებს განახებთ რა. სად არის? აი ეს მინდა, ეხა ეს კადრებიც მინდა განახოთ. ნახეთ. ჯვრებით იყვნენ გამოსულები. ეხა უყურე. და პოლიცია დაერია საკუთარ მოსახლეობას. საკუთარი დროშის ფრიალის გამო. ანუ სიგიჟეა. მართლა გეუბნები. ნახე. პოლიციამ გამოათრია ლონდონში აქციის ერთ-ერთი მონაწილე. აი ეს მინდა ნახონ აკაცუკებმა და სახეში ურტყავენ დუბინკას. არა მარტო დუბინკას, წიხლსაც და ყველაფერს აბსოლუტურად. აი ეს ხდება ევროპაში და უფრო იქით. ეს არის ტომი რობინსონი, როგორც გითხარით, განმათავისუფლებელი ფლანგის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი. My full English to warm up for today. I've got a wonderful present of my friend Don Keith from America. Some excellent. და ამერიკიდან გამომიგზავნესო. Engraved on the back. მეტი დაცვისთვისო ჯვარი. Engraved on the back. UTK and today's date. ჯვარი გამომიგზავნეს ამერიკის შეერთებული შტატებიდანო. ტომი რობინსონი არის ქრისტიანი, მემარჯვენე ნაციონალისტი, რომელიც ჩამდგარია ბრიტანელი ხალხის განმათავისუფლებელ მოძრაობას ინგლისში. და ამ ადამიანის გაშავება მიმდინარეობს ყოველდღიურად, რაც აღარ ეძახიან ფაშისტი, მოძალადე, ისლამოფობი და ასე შემდგომ. და აღარ გვეშინია გუშინ თქვა ეგ ჩვენ აღარ გვეშინია რაც გინდა ის დაგვიძახეთო, ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი უფლებებისთვის ბოლომდე. ნახე და ის მომიწონა ძალიან ჩარლი კირკის პოსტერი იყო გამოტანილი და სხვათა შორის ჩარლი კირკის ამ კვლელობამაც დააჩქარა გამოღვიძების პროცესი თუ რეალურად რას უახლოვდება მსოფლიო ამ ულტრა გიჟური მემარცხენე იდეოლოგიის წყალობით. ეს მომეწონა ძალიან. Prompt him right. დაუმტკიცეთ რომ ის იყო მართალი. გენიალური ადამიანი იყო ჩარლი. ნახეთ რამდენი ხალხია, შეხედეთ. მთელი ვესტმინსტერი, მთელი ლონდონი, ნახეთ. ეს ხალხი 100,000 კაცზე მეტია დამიჯერეთ. დააკვირდით. ნახე, რამდენი ხალხია, დააკვირდით. და სულ შოტლანდიის, უელსის, ინგლისის, ქრისტიანული დროშებით, ანუ გავგიშდი სიმართლე. აი ეს იყო საინტერესო შარის ისლამური იმის რა ქვია დროშას ფრაგმენტებად შლიან აქციის მონაწილეები. ფრაგმენტებად შლიან. ეს იყო სიგიჟე. წალეკა, ანუ მთელი ლონდონი არის ხალხნო, ანუ გამოსულმანებული, ანუ პაკისტანი, ინდოეთი და
და არაბები არიან მთელ ლონდონში. უმაღლეს დონეზე არის კრიმინალი. მთელ ევროპაში აი საფრანგეთი მაგასთან შედარებით არის, რავი, კრიმინალის დონის თვალსაზრისით ძალიან მცირე ადგილზე, მით უმეტესო საფრანგეთში ძალიან დიდია კრიმინალის რაოდენობა. და ეგეც არალეგალ მიგრანტებს ედგას და ბრიტანეთში საერთოდ რენდომ კრიმინალი, ანუ შეიძლება უმიზეზოდ გამოგჭრანყელი, უმიზეზოდ დაგჩეხონ, უმიზეზოდ გაგძარცონ, ანუ ბრიტანეთის ყოველდღიურობა ეს თვითონ ლონდონის. და ასევე პალაის ებრაელებს მოეწონებათ, ან პალესტინის დროშასაც ხევენ შუაზე. The Palestinian religion of lies. The Palestinian religion of lies. სხვადასხვა აქ ძალიან საინტერესო პროცესებს დავაგვერდი უკვე პოლიტიკური ბექგრაუნდით და რას ნიშნავს ეს ყველაფერი რა. კაირ სტრამენმა ხო აღიარა პალესტინის სახელმწიფო. რაზედაც ნეთანიაჰუს გაღიზიანება მოყვა ყველაფერს და მე არ გამოურიცხავ რომ აქ ისრაელის აგენტურაც და მოსადი ძალიან მაგრამ მუშაობდეს და ყველა პროცესების უკანაც კი ეგენი იყვნენ და ახალისებდნენ ამ ყველაფერს რატომ? იმიტომ რომ დიდმა ბრიტანეთმა ოფიციალურად აღიარა საფრანგეთთან და ერთად პალესტინის სახელმწიფო და ზოგადად ძალიან ცუდი ურთიერთობები აქვთ იმის დამიუხედავად რომ ორიგინალურად მანდატები ბრიტანეთისგან აქვთ ებრაელებს მოპოვებული ხო? დღეს აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე გადაუდგა ისრაელს და მის წინააღმდეგ განხორციელებს ყველა ქმედებას. აქ სწორედაც ჩემი თეორია იმასთან დაკავშირებით, რაზედაც არ ვიცი ერთ დღეს გადავიღებ, ანუ აქამდე მაქვს ვიდეო გადაღებული, მაგრამ დეტალურად არ მისაუბრია სოფლიოში ორი deep state-ის შესახებ. ეს ორი deep state-ი, რომელიც ამჟამად ერთი ამერიკის შეერთებულ შტატებს ლობირებს და მეორე ევროპას, არიან ერთმანეთთან დაპირისპირებაში. აქ არის დაპირისპირება რეალურად ორ დიდ ებრაულ ოჯახს შორის. ერთნი არიან სიონისტები, მეორე არიან უსამშობლო ტექნოკრატები მხოლოდ. ანუ რომლებსაც არ გააჩნიათ სახელმწიფოებრივი ინტერესები. და მათ უსამშობლოებს ეძახი. ანუ მაგალითად ლარი ფინკი, ვანგარდი, ადელსტონების ოჯახი, სოროსი მაგალითად რომელმაც აგერ ტრამპი დაუპირისპირდა მას. ანუ ამ ოჯახებს შორის, ამ ებრაულ ოჯახებს შორის არის იდეოლოგიური დაპირისპირება. და ამერიკის შეერთებულ შტატებში გამაგდნენ უკვე სიონისტები. ასევე რუსეთშიც მინდა გითხრათ, იმიტომ რომ კუშნერებს ორივე სახელმწიფოში აქვს კავშირები. და იმიტომაც არის ამერიკის შეერთებული შტატები პრორუსული როა ცალსახად დღეს და წითელ ხალიჩებს უგებენ რუსებს და შემო ამერიკა და რუსეთი ამაში თანამშრომლობენ. და ამ ყველაფერს თქვენ გაიგებთ ძალიან მალე. და ევროპაში აი დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ეგენი არის გამაგრებული სწორედ მეორე deep state-ი, ეს არის ის ნაწილი ებრაელების, რომლებიც ფლობენ ძალიან დიდ ქონებას და რომელსაც სიონისტური ინტერესები არ გააჩნიათ. ანუ ისინი თავიდან ბოლომდე არიან კორპორატივიზმში და კომერციულ იდეებზე გათვლილი ინტერესებით. აი მაგალითად არალეგალური მიგრაცია. და რატო ჭირდებათ მაგ მეორე deep states, ანუ ვინც ევროპაში ხარ არიან, რომ არალეგალური მიგრაცია იყოს მაღალი. რაც უფრო მეტი შედინება და ადამიანების ჩანაცვლება იქ ხდება, ეს ყველაფერი აჩქარებს პროცესს, რომ რაც შეიძლება მალე თეთრი რასა ჩანაცვლდეს ახალი იმით რა ქვია ფერადკანიანებით, რომლებიც იქნებიან გაცილებით მეტად ადვილად სამართავები, ვიდრე დღეს არიან ევროპულ ქრისტიანულ ცივილიზაციაში მყოფი ადამიანები. ანუ ესაა ჩანაცვლების პროგრამა რეალურად. ამიტომ თქვენ უგონიათ აქ ძალა მიდის რაღაც სახელმწიფოებს შორის. არანაირ სახელმწიფოებს შორის დაპირისპირებები აღარ მიდის. აქ ბრძოლა მიდის ოჯახებს შორის და იდეოლოგიებს შორის. დღეს როგორც სოფლიო არის უკვე გაყოფილი შუაზე არიან მემარცხენები და მემარჯვენეები, ანუ ცალსახად ბუნებრივია მთელი მსოფლიო არის პოლარიზებული. მთელი მსოფლიო ამერიკის შეერთებულ შტატებს გახედეთ. ჩარლი კირკის მკვლელობას აღნიშნავენ მემარცხენეები. და რამდენი დაიჭირა ეხა ფედერალურმა პოლიციამ იმაზე, რომ გამოდიან და წარუგინեն თან 1-2 კი არა, ძალიან ბევრი ადამიანი აღნიშნავს მაგას. ანუ ხვდებით რა დონის სიგიჟეა მსოფლიოში? და ეს სიგიჟეები რო ხედავს ეს ხალხი, მაგიტომაც გამოდიან და აპროტესტებენ ამ ყველაფერს. ანუ ეს არის ქარიშხალი რეალურად. ეს არის იდეოლოგიური ქარიშხალი, რომელიც ევროპას გადაუვლის. ამიტომ ჩვენ გონია რომ აქ რაღაც სახელმწიფოებს შორის დაპირისპირებები, არანაირი სახელმწიფოებს შორის დაპირისპირებები აქ არ მიდის. აქ მიდის კონკრეტული ოჯახები, მათი ინტერესები და ისევ ერთი ოჯახი სიონისტები, ისევ ებრაელები და მეორე ტექნოკრატები, კორპორატივისტები და რომლებიც აკონტროლებენ არალეგალურ მიგრაციას, მემარცხენეობას და left wings თავიდან ბოლომდე ეგენიც ებრაელები, უბრალოდ განსხვავება მათ შორის ის არის, რომ სიონისტებს ისრაელისთვის უნდათ კარგი და მეორე deep state, ანუ მეორე კომერციალისტ ებრაელებს მაგათ ისრაელის არ აინტერესებს საერთოდ, მაგათ მხოლოდ და მხოლოდ კომერციული ინდივიდუალური ინტერესები გააჩნიათ ამ ყველაფერში. მონოპოლია, ოლიგოპოლია. ეს არის ჩემი ამას გავშლი ამ თემას მე ერთხელ შემახსენეთ, ამას ძალიან კარგად გაგეშალ და აი ოჯახების სახელი გვარი, აი ყველაფერი ვიცი აბსოლუტურად ცხად თარობებს როგორ ატრიგალებენ, როგორ თავიდან ბოლომდე ყველაფერი ვიცი ძალიან კარგად. And corruption. In the name of Jesus, we finish your power in our nation. პალესტინის დროშას და შემაწუხებელია პალესტინის პროპალესტინელების აქტივობები
ჩემი აზრით, რომელიც თავიდან ბოლომდე აწყობილი არის იმაზე, რომ ყველაზე იდიოტები წინა ფლანგზე წამოწიონ, აი გრეტა თამბერგისნაირები და ამ პროცესებს ჩაუყენონ სათავეში, გათვლილია იმაზე, რომ მათი, პალესტინის დისკრედიტაცია მოხდეს რეალურად, იმიტომ რომ როდესაც პროტესტის სათავეში სირები დგანან, რას სიმართლესაც ჩვენ არ უნდა უნდა არსებდეს თუ არა პალესტინა, ხო, მნიშვნელობა მაგას ეკარგებო. გამიგეთ, აი როგორც საქართველოში ხა, ნებისმიერი პროტესტი ხა აქ რას ადის, ხო ყველაფერი ხელოვნურადაა შექმნილი. გეუნებიან რომ ახალგაზრდები არიან ქუჩაში, ამ დროს ნაციონალური მოძრაობა, გეუნებიან რომ რაღაცა მოძრაობა არის, აი რაღაცა მაგალითად თავისუფალი კარდინალური მოძრაობა და სინამდვილეში არიან ისევ ნაციონალური მოძრაობა. გეუნებიან რომ ეს არასამთავრობო ემსახურება რაღაც ხიდების შენებელობას, სინამდვილეში ემსახურება რევოლუციური განწყობების და ახალგაზრდებში. ყველაფერი კონტროლდება, ყველაფერში ფული იდება. აქედან გამომდინარე, ხა ჩემთვის როგორც ქართველისთვის მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენთვის გეოპოლიტიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ დღევანდელი ისრაელის ადმინისტრაცია და დღევანდელი ტრამპის ადმინისტრაცია და მათი ინტერესები საქართველოს გეოპოლიტიკაში არ შედიან საერთოდ. ჩვენ მათ რუკაზე არ მოვიაზრებით. მაგრამ მეორე ფეიკ ებრაელები, რომლებიც არიან კომერციალისტები, ვინებიც არიან და ისრაელის არ აინტერესებთ, ხო? აი სოროსები მაგალითად, ხო? სოროსი ხო არის წმინდა წყლის უნგრეთში დაბადებული ებრაელი. აი ლარი ფინკი, რომელიც ასევე არის ებრაელი, რომელიც ისრაელი არ აინტერესებს და BlackRock-ის CEO-ს მაქვს ლაპარაკი. ისინი არიან იდეოლოგიურ დაპირისპირებაში სიონისტებთან, მაგალითად კუშნერების ოჯახებთან, ადელსტონების ოჯახებთან, რომლებმაც ტრამპი გახადეს პრეზიდენტი ამერიკაში. მაგ ორ ებრაულ ოჯახს ერთმანეთი ეზიზღებათ და ბრძოლა მიდის ამ გეოპოლიტიკისთვის სოფლიოში. და ეხლა ჩვენ რა ჭურში ვზივარ და განვიხილავთ აი გერმანია, ბრიტანეთმა რატო აღიარა, იცით პალესტინის სახელმწიფო? ეს იყო პოლიტიკური გათვლა იმაზე, რომ ისრაელისთვის დარტყმა მიეყენებინათ, სიონისტებისთვის. ბრიტანეთს ვინებიც აკონტროლებენ, როჩილდები, მორგანები, სოროსები, ეგ ოჯახები ვინებიც არიან და გარკვეულწილად BlackRock-ი თავიდან ბოლომდე მათ ინტერესებში არ შედის ისრაელის სახელმწიფო. და შესაბამისად სტრამერს და მაკრონს ათქმევინეს ეგ რომ უნდა ვაღიარო მე პალესტინის სახელმწიფო. თორე მაგათ ფეხებით რო ჩამოგიტო სტრამერი მაგას იტყვის ხა? ისეთ შეშინებულია და ისე ეშინიეთ ისრაელის სპეცსამსახურების. მაგრამ ახო გეონები და სახელმწიფოებს შორის არ მიდის დაპირისპირება. აქ მიდის ორ ებრაულ ოჯახს შორის დაპირისპირება. ამას მე აგიხსნით თავიდან ბოლომდე აი დღე-დღამეები მაქვს ამაზე ნათევი. და ყველა პროცესი რაც ხდება ამ წისქვილზე ან ჩემს არგუმენტებზე ასხავს წყალს. და ხალხი ამას როცა მიხვდება და ისა ძალიან გვიან იქნება მე. აი ეს საინტერესო კადრები. ხო აი ეს გამოვიდა. სხვადასხვა ტომი რობინსონი ძალიან ქარიზმატული ტიპია თვითონ, და ძალიან ბევრი ფოლოვერი დააგროვა X-ზე. და მალევე მიიქცა ელონ მასკის ყურადღება. For 20 years with labels. Racist. ჩვენ გვეძახდრენო, ნახე რასისტებს, ისლამოფობებსო და ულტრამემარჯვენეებსო. Far right. როგორც საქართველოში. They don't work anymore. ეს აღარ მუშაობს უკვე. გინდა ფაშისტი მეძახეთო, გინდა ისლამოფობიო, რას გინდა ეს ყველაფერი აღარ მუშაობსო. დაი ჩარლის სურათები ქონათ გამოდა, ეს ძალიან გამიხარდა. ჩარლი კირკის ისენი რო ქონათ გამოტანილი, ეს მე ძალიან გამიხარდა. მართლა ძალიან გამიხარდა და ძალიან მესიამონა, რომ ბრიტანელმა ხალხმაც დააფასა და აი 25 კაცი დაიჭირეს. მე შეჯახებები იყო ულტრამემარცხენებსა და მემარჯვენეებს შორის, მოკლედ რა. ეხლა რითი მინდა ეს ყველაფერი მე შევაჭამო რა. და ზოგადად მე იმ კითხვასაც მინდა უპასუხო, რომელიც არაერთხელ დამისვია და არაერთხელ სხვადასხვა დიაპაზონით ამიხსნია. საერთოდ მე მჯერა თუ არა რომ მოხდება ევროპის გამოღვიძება. მე სიმართლე გითხრათ ამ ყველაფერზე ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი ძალიან ბევრი მიზეზის გამო. რადგან იმდენად ღრმად არის უკვე ინექცია ამ სოციალური პოლიტიკის შანაცვლების მთელს ევროპაში უკვე ღრმად შეგზავნილი და ღრმად უკვე მათ სიცხლში შეყვანილი. ფიზიკურად დემოგრაფიული მხარდაჭერა არ გაქვს მაგდენი რომ შენ ადგე მაგალითად და რავი საფრანგეთში ფრანგი ხალხი გამოაღვიძო. და რატომ? წილი მოსახლეობის როა იყო მაგალითად შარშან არჩევნები, როდესაც საფრანგეთში ჩატარდა, მაშინ ხო აიღეს მაკრონი იმათ, მაგრამ რა ქვია, ლეპენის მომხრემა ხმათა ძალიან დიდი ნაწილი, მაგრამ უმრავლესობას ვერასდროს ანსამბლეაში ვერ შექმნიან. რატო? იმიტომ რომ ქვეყნის მოსახლეობის, ყოველი მესამე ადამიანი არის ფერადკანიანი ემიგრაციაში მყოფი ჩანერგილი ილეგალ ელიანი. აი მაგალითად მათ სხვადასხვა კილიან ბამპეს განცხადებაც იყო საინტერესო, მე გავახმოვან ერთი წლის წინ ეგ, რომ კილიან ბამპე მოუწოდა მემარცხენებს, რომ ხარი დაუჭირონ ლიბერალ დემოკრატებს. და კილიან ბამპეს ამდენი ფანი ყავს, ადგა და ყველამ შემოხაზა მემარცხენეები.
რატო ანუ დემოგრაფიული უპირატესობა აქვს უკვე ფერადკანიანებს, დემოგრაფიული უპირატესობა აქვს უკვე ინდოელებს, დემოგრაფიული უპირატესობა აქვს უკვე მუსულმანებს. ანუ რანაირად უნდა გამოაღვიძო ხალხი მე არ მესმის. ანუ მე უკვე ის დროა დაწყებული რომ ეს ხალხი ან თუნდაც ბრიტანეთში ხა ხო? მართალია 9 მილიონამდე გამოვიდა ხო მესმის რომ გამოვიდა, მაგრამ შე რომ მთლიანი პოპულაცია აიღო, არაფერს არ ნიშნავს ეს ყველაფერი დამიჯერე. არაფერს. ერთადერთი ვარიანტი რჩება სამოქალაქო ომი, იმიტომ რომ შენ მას არჩევნებს მას ვერ მოუგებ ხა. როგორ საფრანგეთში ვინ უნდა მოვიდეს? აი ვინ უნდა გაანთა ლეპენი ამდენი ხალია ჩალიჩობს თავრობაში მოვიდეს. ლეპენია იმან ვერ მიიღო ვერც ევროკავშირის ევროპარლამენტში და ვერც საფრანგეთში გენერალურ ეროვნულ ასამბლეაში ადგილები იმხელა რომ რამე გადაწყვეტილებები მიიღო. ანუ რა აზრი აქვს მითხარით? ეს არის ტყუილი რეალურად რა. ანუ ტყუილი რა, უბრალოდ კარგი ვაფასებ ესეთ მემარჯვენე აქციას, მაგრამ ანუ დაკარგული აქვს ამას დემოგრაფიული მხარდაჭერა. ანუ deep state-მა ისე გააკეთა ეს ყველაფერი უკვე რომ ანუ პროტესტი შინაარსსაც აზრი არ აქვს, იმიტომ რომ მე ვერ ამჩნევ ბრიტანეთში ბლოგერებს. მე ვერ ამჩნევ ბრიტანეთში მედიებს, რომლებიც ამ პრობლემებს წევენ. ნუ GDP News-ია, რომელსაც სიახლეები გადმოაქვს ხოლმე, აი მაგალითად ილეგალ ელიანები რა კრიმინალურ დანაშაულს ჩადიან, როგორია მათი სტატისტიკა და შემდგომ, მაგრამ ეხლა deep state ფლობს Sky News, CNBC-ს, MBC-ს, CNN-ს, BBC-ს წამყვან 6 მედიას ქვეყანაში. აი რა გინდა რომ დაუპირისპირო მითხარი? აი რა გინდა რომ დაუპირისპირო? ამაში ინვესტიცია ჯერ კიდევ ჩადებულია ევროკავშირი რომ შეიქმნა საერთოდ. აი ევროკავშირი როდესაც შეიქმნა და ბრიტანეთი ევროკავშირში წევრი ქვეყანა, აი მაშინ ჩაიდო ეს ბოროტი ინვესტიცია. დრო დაიწყო მიგრაცია, როდესაც არალეგალები ბევრი შედიოდნენ, როდესაც არსებობდა სოციალური დახმარება და დღესაც არსებობს ევროპულ ქვეყნებში. ანუ რა გინდა რომ უქნაო ყველაფერს? გერმანიაში ვინ უნდა გამოაღვიძოს აი გეკითხებით? აგერ ხოცავენ მათ ლიდერებს. საეჭვო ვითარებაში 6 ლიდერი AfD-ს გარდაიცვალა ალტერნატივა გერმანიისთვის. რუმინეთში მთავრობა შეცვალეს. უნგრეთს ყოველთვის სანქციები ადევს. იტალია საერთოდ გაუგებარ პოლიტიკას აწვება, რავი, ხა მელონი ხან კონსერვატორია, ხან ლიბერალი ვერ გავიგე მაგის თავი ბოლო თავიდან ბოლომდე. აგერ იმაში რა ქვია, საფრანგეთია, ყოველი მესამე როგორც გეუბნებით არის ჩასული, ჩანერგილი აფრიკელი. ყოველთვის არჩევნებს მოიგეს ან მემარცხენე. ბრიტანეთში ამხელა კონტროლი არის იმის რა ქვია, მემარცხენების. ან ვინ უნდა გამოაღვიძოს ეს ევროპა ძალიან მაინტერესებს. ერთადერთი მე რასაც ყოველთვის განვიხილავდი ხოლმე და რავი იდეის დონეზე დღემდე კიდე ვუშვებ ეს არის გერმანია. ოღონდ გერმანიაში უნდა მოხდეს აი რაღაც სასწაული უბრალოდ, რომ გერმანელებმა ხალხი ფეხზე დადგეს. იმიტომ რომ ჯერ ისტორიაში აი ვესტფალის იმის სავის შემდგომ ჯერ აი ისტორიაში არ ყოფილა მომენტი, როდესაც გერმანიის გარეშე ევროპის გამოღვიძება და ფეხზე დგომა დაწყებული იყოს. ჯერ არ ყოფილა ეგეთი შემთხვევა. ამას ვამბობ ჯერ აი ბისმარკის პერიოდი და პირველ მსოფლიო ომში და მეორე მსოფლიო ომში ნაცისტებზე. ანუ არ ყოფილა ეგეთი პერიოდი. ანუ ყველა ნიადაგი არის კარგად შემზადებული იმისათვის, რომ შური იძიონ და თეთრი რასა თავიდან ბოლომდე ჩაანაცვლონ. ეს არის აი deep state-ის დემოკრატების deep state-ი, მოდი ესე დავარქვათ, რომლებიც ლობირებენ სოროსი ისინი რა მორგანები როჩილდები. ამ ყველა უსამშობლო ხალხი, რომელსაც ფეხებზე კიდიათ სახელმწიფო არ აქვს, მათი ინტერესები არის მხოლოდ და მხოლოდ მორჩილი ხალხი შექმნა. და ამ შემთხვევაში სიონისტები, ჩვენთვის უფრო ხელსაწყოები, ანუ ჩვენი უფრო იმიტომ გვაწყობს, რომ სიონისტების ინტერესი არის მხოლოდ დიდი ისრაელი. ან ჩვენ არ შევდივართ მათ გეოპოლიტიკურ ინტერესში. ეხლა მესმის რომ ბევრი უსამართლობა იქ პალესტინასთან დაკავშირებით, იქ ისრაელი რო ბომბავს სხვადასხვა ქვეყნებს და ანუ ჩვენ მათ პროექტში არ შევდივართ რეალურად. გამიგეთ, ანუ სოფლიო უსამართლოა რეალურად რა. ანუ თქვენ თუ ეხლა გინდათ რომ აქ სამართალი იპოვოთ ამ სოფლიოში, ხო? ანუ თავიდანვე წაგებული გაქვთ ეგომი. ამიტომ თქვენ თუ გინდათ რამე დაამარცხოთ სოფლიოში, ხო? ანუ უნდა მოიკრიფოთ ერთადერთი რამ, რომელიც ყოველთვის მუშაობს ისტორიაში. არა პროტესტი, არა მაგალითად ქუჩაში გასვლა, არა პირდაპირ კონფრონტაცია, პირდაპირ. შეუნა მოძებნო გზები და მოიკრიფოთ ზალა, რომ ეს ბოროტება რეალურად დაამარცხო. მაგრამ ეს ყველაფერი ხმაურიანად არ უნდა გააკეთო, რადგანაც შენ თუ ხმაურიანად ისევ მაგ ყველაფერს, ხო? ისე გაგაქრობენ, აი გუშინდელი თოვლივით აღარ იქნები საერთოდ. ამიტომ ის ვინც საქმის გაკეთება იცის, აი როგორც სტალინმა გააკეთა მაგალითად. და პარტიაში არსებული ყველა ლიდერი თავიდან ბოლომდე დახვრიტა. ზოგი გაასახლა, ზოგი დახვრიტა. ეს არის პოლიტიკური უნარჩვევები. ამას შენ ხა ქუჩაში დგომით, პროტესტებით და ტირილებით, ანუ ყველას ფეხებზე კიდია. სოფლიოში უსამართლობაზე იმობს, ესეთია სამყარო.
სოფლიო არის ორად გაყოფილი, ორივე სოფლიოს აკონტროლებს ებრაელთა ოჯახები. ეხლა თქვენ გინდა ყველაფრის დაიჯერეთ, გინდა არ დაიჯერეთ, კაცო. მე ანუ აღარ მადარდებს უკვე ადამიანი რას დაიჯერებს, რას არა სიმართლე გითხრათ რა. ანუ მე თქვენ გაძლევთ ამ ტიპებს, ამ ინიშნებებს, ამ როგორ თქვა, უფრო კარგად ამ ნარატივს რომ თქვენ იცოდეთ რა არის რეალ პოლიტიკა. თქვენ რამდენიც დაფიქრდებით იმაზე რომ ვაიმე ჩემი ხმა სიტყვაზე დაწეულია დაბლა საკმარისად ვერ გამოვხატა უსამართლობას უნდა ვებრძოლან უსამართლობას ვერ დაამარცხებ. შენ ერთადერთი რაც შეგიძლია გააკეთო ფარული გზით შენი სკილებით, შენი უნარებით ისე შეძრე და ციხე შიგნიდან ჩამოაქციო, რომ საერთოდ აზრზე ვერავინ ვერ მოვიდეს. ეს არის პოლიტიკური უნარ-ჩვევები. აი ესეთი გენიალური თვისებებით იყო დაჯილდოვებული მაგალითად სტალინი. ბანდიტიდან გახდა საბჭოთა კავშირის გენერალ სიმუსი. მას არც აქციები უტარებია ქუჩაში. არც ჩემი კურსი ევროპისკენაო გამოსულა ქუჩაში. არც ცეცხლი ოლიგარქიას უთქვია. არაფერი ტიპმა ადგა და ყველა შეუსრულა. ამიტომ აზრი არ აქვს. ანუ აზრი არ აქვს ამ კლასიკურ მიდგომებს ესე რაღაც ბევრნი ვართ, რამაგრები ვართ, სიმრავლე არავის არ ადარტებს. ბრბო. ეს მემარჯვენეები არიან ახლა ქუჩაში, მაგრამ მემარცხენეები გავლენ. რა იცვლება არაფერი. ანუ ვინც ყვითავს საბოლოო ჯამში? ის ვინც ამ პროცესებს უწყობს ხო ხელს? ვინც აკონტროლებს ქუჩაში მოძრაობას, ვინც აკონტროლებს ძალოვან სტრუქტურებს, ვინც აკონტროლებს სამედიცინო დაწესებულებებს, ვინც აკონტროლებს ბანკებს? ვინები არიან ეგენი? ისევ და ისევ ებრაელები. ამიტომ ვინები გაიმარჯვებენ ამ ომშიც, ისევ და ისევ ებრაელები. აი ეს არის რეალობა. ეხლა თქვენ შეიძლება რაღაც გააქვთ კიდე ის ნარატივში, ხა მე ვყოფილი ვარ თქვენ ნარატივში იმ ხალხის ვინც მე სკეპტიკურად მიყურებს ამასთან დაკავშირებით რომ ერების მჯერა, მაგრამ მე თქვენ გარანტიას გაძლევთ და ჩემი ყველა გარანტია ჯერ კი რუსეთ-უკრაინის ომი რო დაიწყო 1 წლით ადრე ვიდეო მიდევს რომ ეს ომი მოხდებოდა და მაშინ რას ხაპრების გჯერავა მეუბნებოდნენ და ისე აგიხდეთ ყველაფერი რომ ეს ყველაფერი მოხდა ასევე 1 წლით ადრე რომ პროგნოზირებდი რომ ისრაელი ღაზაში შევიდო და რომლის ვიდეოც მიდევს და შეგიძლიათ გადახვიდე და ნახოთ და იქ ყველაფერი ძახდა ისევე ახდება ეს ყველაფერი არანაირი გამოღვიძება ევროპაში არ იქნება ეს არის ტყუილი ჩვენი მთავარი მისია რაც უნდა იყოს ქართველების ეს არის რომ მაქსიმალურად ვერიდოთ ჩვენ ამ ხალხს რადგანაც შევინარჩუნოთ ჩვენი სტატუს კვო, შევინარჩუნოთ უსაფრთხოება, შევინარჩუნოთ ჩვენი დემოგრაფია და ვიცადოთ რომ ყველა კონფლიქტს ჩვენ მშვიდობიანად ავწდეთ. ჩვენ არც რესურსი გვაქვს ამის არც ძალა რომ დავეტაკოთ ამ დიდ ოჯახებს, ან კიდევ ამ დიდ იმებს. ეს არის ტყუილი უბრალოდ. აქედან გამომდინარე ქართველმა ხალხმა უნდა იმოქმედოს პრაგმატულად. რაც უფრო ემოციურად თქვენ აღიქვთ ყველაფერს, უფრო მტკინვეული იქნება ეს ყველაფერი მეგობრებო. ძალიან მტკინვეული თან. ამიტომ დამიჯერეთ, თქვენთვის კარგი რომ მინდა და საქართველოსთვის რო კარგი მინდა, მაგიტომაც გეუბნებით, რომ არის რაღაც უსამართლობები, რომელსაც თქვენ უნდა შეეგუოთ და თქვენ თუ გინდათ ეს უსამართლობები დაამარცხოთ, თქვენ ამ უსამართლობებს ვერასდროს ვერ დაამარცხებთ. ერთადერთი უსამართლობა მხოლოდ და მხოლოდ იმით მარცხდება, რომ უსამართლობას უსამართლობა ანაცვლებს. ეს არის მატერიალური სამყარო. ამიტომ რეალურად ეს ხალხი კი არ წყვეტავს ყველაფერს, არა, ვინც აი ყველაფერს უკან დგას. და ვინც აკონტროლებს ყველა სექტორს და ყველა დაწესებულებას სახელმწიფოში. ხო, ცოტა თემას გადავუხვიე ბოლოს, მაგრამ მინდოდა ეს მოგესმინათ ეს პატარა ლექციასავე ჩამეკითხა, რომ რეალურად არ მინდა ხალხნო რომ დაიჩაგროთ, არ მინდა ხალხნო რომ თავიდანვე წაგებული ომი დაიწყოთ და არ მინდა რომ სადმე ნაცემ-ნატყებები იყოთ. და ვინც არის მე სამ სიტყვებს ახლა მე რასაც საუბრობ ხო, რომელიც არაერთხელ ამხდარა, მათ შორის მე ხა 4 ოქტომბერს რო ელოდებიან ვაშინგტონები ხო? ვინც არ მოусმენ ჩემს სიტყვებს. ანუ ძალიან მწარეთ დაუბრუნდება მე. თან ეს ყველაფერი არის ძალიან დეტერმინირებული. ანუ ყველა სიტყვა რასაც მე მოვხდება და ყველა სიტყვა ახდება. რადგანაც შენ თუ რეალურად არ შეხედე ამ სამყაროს და შენ თუ პრაგმატულად არ ახიქვი ეს პროცესები, ემოციური ადამიანები ყველაზე მარტივად ეცემიან ძირს. ემოციური ადამიანები ყველაზე მარტივად მარცხდებიან. მე არ მინდა რომ დამარცხდეთ და იმედია ჩემს მინიშნებებსა და ჩემს რიტორიკას კარგად დაუკვირდით, რადგანაც თქვენთვის მხოლოდ კარგი მინდა. რავი, დაალაიქეთ ვიდეო. შევექმნათ ჰიპოთეტური წარმოდგენა, რომ ბრიტანეთი გამოიღვიძებს, რისიც მე არ ვიჩერა რეალურად. უსურვოთ ყველას გამოღვიძება. მაგრამ იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი თავიდანვე წაგებულია. დროებით.